მე ციტრის იმჯერა, სიცოცხლეში რომ უმიზრდოდ არასდროს არაფერი არ ხდება. თუნდაც კარგი, თუნდაც ცუდი. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ეს ცუდის მიღებაც რისთვის და რატომ. თუნდაც შენი ცხოვრების გაკვეთილად რო ჩათვალო. ყველაზე კარგი გაკვეთილი ის არის, როდესაც სრულიად არ ელოდები არანაირად და შენ ცხოვრებაში გონია რომ ყველაფერი დასრულდა. და ამ დროს თუნდაც შეიძლება შენ ცხოვრებაში ყველა კარი რო გამოხურულია. ისეთი ადამიანი გამოჩნდეს, რომ ვერც კი წარმოგედგინოს თუნდაც მისი არსებობა. მის უბრალოებაში თუნდაც. რატომ? სამყარო სურპრიზებით არის სავსე. ნებისმიერი შენი წარსულის განვლილი გზა აისახება მომავალზე. თავარია იმედი არასდროს არ დაკარგო და გწამდეს რომ ყველაფერი კარგად იქნება. შენი შინაგანი სამყარო უნდა გადააწყოს სიკეთის და სიყვარულის ტალღაზე. არ უნდა გაბოროტდე არასდროს. რაც არ უნდა ბევრ ადამიანს სულდე, არ მოსწონდე. შენ მაინც უნდა იყოს შენ. არასდროს არ უნდა დაკარგო შენი თავი. რა ქვია ისეთ გზნობას, როდესაც თუნდაც უცებ გამოჩნდეს ისეთი ადამიანი შენს ცხოვრებაში, არ აქვს შეიძლება ბიჭი ხარ თუ გოგო, რომელის მიმართ ისეთი შეგრძნებები გაგიჩნდება, რომ ფაქტიურად 24/7-ზე გინდა მის გვერდით იყო ესაუბრო და უფრო უკეთესად შეისწავლო. მეტი დრო გაატარო მასთან ერთად. რა ქვია ამ გზნობას? კომენტარში დაწერეთ. და დანარჩენი ელოდეთ სამყაროსგან სურპრიზებს. სამყარო აუცილებლად დაგასაჩუქრებს, როდესაც შენი სინდისი, შენი სულიერება, შენი ადამიანობა ყოველთვის გულწრფელი და სუფთა იქნება. არასდროს არ ჩაიდო გულში. არასდროს ვინც რაც არ უნდა გაგიკეთოს, არასდროს არ ჩაიდო გულში სიბოროტე. სიბოროტეს ანდახან სიკეთითაც რო უპასუხო, ეს შენ უფრო გაგაძლიერებს. ესეა ეს. მაგდონემდე როდესაც მივალთ შენ შინაგან სამყაროს როდესაც დაამშვიდებ იმ დონემდე რომ შენ ამ ყველაფერს სრულიად შვიდად დალაგებული აზროვნებით მიიღებ და გაცნობიერებ, ყველაფერი კარგად იქნება და ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ ნებისმიერ რთულ სიტუაციაში. შენი მომავლისთვის, შენი ბედნიერებისთვის, შენი სიყვარულისთვის და შენი თავისთვის. წარმატებებს გისურვებთ.